აი ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა, სახელად ერქვა აბრაამი. ხოდა, იცი რაში იყო გამორჩეული ეს კაცი? ძალიან უყვარდა სტუმარი. როგორც დაინახავდა მის სახლთან ვინმე რომ გაივლიდა, გავარდებოდა ეგენა, მომძანდით, გენაცვალეთ, შახტი შემომძანდით, რა გაგიცხობ, საჭმელებს გაჭმევთ, ზედ გადამყვებით, გათვით და ასე, ესე იგი ფაქტობრივად ზედ გადაყვებოდა. ხოდა, ცოლი ყავდა. ცოლს ერქვა სარა. ხოდა სარა განა იბღვირებოდა სტუმარი რომ შემოდიოდა, უღიმოდა ყველას და ბედნიერად უცხოვდა, გემრიელ სადილებს უმზადებდა, პურებს უცხოვდა, რაღაცებს უცხოვდა, კაი თბილ რაღაცებს და დიდი სიყვარულით მოართმევდა ხოლმე სტუმარს. ხოდა ერთხელაც ბავშვებო, სამი კაცი ესტუმრა აბრამს. მოიწვია, მოვბრძანდით ბატონო, მომდან შეიყვეთ და ზოგადად ისრაელში მაგ ტერიტორიებზე სიცხე იცის ბავშვებოდა. ამიტომ მუხის ძირში გაუშალა სუფრა და აქ დაბრძანდითო, ეხლავე ჩემი ცორიო სარა დააცხობს კაი გემრიელ საჭმელებს რაღაცებს გააკეთებსო და მოგართმევთო, თვითონ გავარდა ეგრევე და ნასტუქი ხბო დაკლა, ყველაზე კაი ხბო რო ყავდა. ყველაზე ცუდი კი არ დაკლა, ყველაზე კარგი დაკლა და დაჭრა ხორცი ჩაყალა და იხარშება და როგორც მოიხარშა, მიართმევს, ხან ერთს მიართმევს, ხან მეორეს, ხან მესამეს. ხოდა, ამ სამიდან ერთმა უთხრა რომ აბრაამო, 1 წლის მერე მე კიდე მოვალ ამ ოჯახშიო და დიდი სიხარული დატრიალდება იცოდეო. აბრაამმა კიდე იცი რა უთხრა? აბა რაღა სიხარული დატრიალდებაო, უკვე 75 წლის კაცი ვარ და შვილიც არ ამყავსო და ასეთ მოხუცო შვილი სადღა მეყოლებაო. ხოდა, ზუსტათაცო შვილი გეყოლებაო, უთხრა და შენი მოდგმა მომრავლდებაო და ყველაზე დიდი მოდგმა გექნებაო. ხოდა, სარაც ხო უკვე მოხუცი იყო ბავშვებო. ხოდა ამ სარამ რა გააკეთა იცი, ჩაიცინა გულში. ასე ჩაიცინა რომ მე რაღა შვილი უნდა მეყოლოსო, თავისთვის გულში რო გაიფიქრებს რა, აი ნიკოლოზ კვანტიძე რომ თეატრაში რაღაცა გაიფიქროს გულში, ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ, ხო, რას გაიფიქრებს. მაგრამ ეს რო თქვა რომ და ამ სამთაგანმა ერთმა რა თქვა იცი? აბრაამო, შენ ცოლს სარას კიდეო გულში ეღიმებაო და არა სჯერაო და თუ ღმერთს უნდაო, მაგრამ არ იცისო რომ შეუძლებელი არაფერიაო, ღმერთისთვის არის რამე შეუძლებელი. და ვაიმე, სარა დაფიქრდა. ეხლა უყურე. აბრაამს უთხრა რომ ვაიმეო, ესო ამ კაცმა საიდან იცისო მე გულში რა გავიფიქრეო და რა ჩავიღიმეო. ვინ არის ესაო და დაუწყეს დაკვირვება ამ სტუმრებს. და რა აღმოაჩინეს? სამივე ერთნაირი არ არიან? სამი ერთნაირი ადამიანი რომ მოვიდეს თაზოს ეხლა პატარა განდიდან სახლში სტუმრად და თავიდან რომ გაუმაწმინდეს და არ მიაქციოს ყურადღება, მაგრამ მერე რომ მის გულში რა ხდება ის რომ გაუმჟღავნოს და დააკვირდეს და სამი ერთნაირი რო იყვნენ. ჩვენ უკვე ვიცით რომ ნამდვილი ჩვენი ღმერთი არის სამი პირი, მაგრამ ღმერთი ერთია. ჩვენ ხო ვისწავლეთ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი და თურმე სამი ერთნაირი ანგელოზის სახით სამება ეწია აბრამს. იმდენად სტუმართ მოყვარე კაცი იყო. ჩვენ აი ვიმსჯელეთ დღეს და მე მეოთხეს გუშინ ვიმსჯელეთ და მე ამ ბავშვებმა გამოუწეს ისე კარგად ჯელობენ. აბა რა გვასწავლა მეთქი ამ ამბავმა და ბავშვებმა იცი რა თქვეს ეხლა აქ ჩართვები და ისინი ჭირს რომ აი სათითაოდ ჩაგვირთოთ, თუმცა ბოლოს აუცილებლად გამჩელეთ ყველაფერს რომ მოვჩებით. ხოდა იცით რა მითხრეს? ყველაზე მეტად ამ ამბავმა გვასწავლაო რომ ვისაც სტუმარი უყვარსო, ღმერთსაც უყვარს ასეთი ოჯახიო და დიდი წყალობა ექნება ზეციდან. აი ასეთი აზრი თქვეს და მართლაც ჩემო გვიფასებო, აბრაამს მართლაც შეეძინა შვილი და ძალიან ბედნიერი მოდგმით და ბედნიერი სავსე იყო ბედნიერებით და ეხლა ღმერთმა კი ასეთი რამე უთხრა, რომ მე ეხლაო უნდა წავიდეო სოდომშიო, ქალაქი იყო სოდომი და გომორი და გავიგეო რომ იქო
ცუდად იქცევიან ადამიანები. აი ძალიან გარყვნილად იქცევიანო, სისაძაგლეს ჩადიანო, არ იცავენ ღმერთის მცნებებსო, და უნდა წავიდეო და ჩემი თვალით ვნახო. აი ჩვენ რო ერთმანეთის ამბავს ვავრცელებთ ხოლმე ან ტელევიზორში ყურს მოვკრავთ და მერე ხებს უყვებით, შეიძლება ზოგჯერ ტყუილი მოყვენ, ხო და ჩვენს ტყუილი გავავრცელოთ. ამიტომ ნახე ღმერთი რას გვასწავლის, შენ თვითონ უნდა წახვიდე და შენ თვითონ უნდა დარწმუნდეო იქ რა ხდებაო. ხვის ნალაპარაკებზე ასე ადამიანი არ უნდა განიკითხო და ცუდი არ უნდა გაავრცელო. ხო და უნდა წავიდეო და თუ მართლა ასე ცუდად იქცევიანო, უნდა დავსაჯო და ამოვწყვიტო მთელი ორი ქალაქი. და აბრაამს ბავშვებო ძმისშვილი ყავდა იქ, სახელად ლოტი, ხო და ასე უთხრა, რომ იქ თუ მიბრძანდებით ბატონო, იქ ჩემი ძმისშვილია და იმასთან მიდითო და ღამეს ის გაგათევია, ლოტი. ხო და იცი რას თხოვა? თუ შეიძლებაო წავალ მე კარდაკარ ვივლიო და 50 მართალი კაცი თუ გიპოვეთო სოდომში და გომორშიო, თუ შეიძლებაო იმ 50 მართალი ადამიანის გამო ყველას აპატიო და შეიწყალო და არ დასაჯო მთელი ქალაქი. კარგიო უფალმა უთხრა, ერთი კვირა დრო მომიციაო. ერთი კვირა წავიდა ბავშვებო და ეძებს უნდა რომ 50 მართალი იპოვოს, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ერთ მართალსაც ვერ იპოვის. მერე ეტყვის ისე ღმერთს, მოიტა კიდე ერთი კვირა მომეციო, ოღონდ 50-ს ვერაო, 40 მართალს ვიპოვი. და ღმერთმა უთხრა, კარგი მომიციაო, ერთი კვირაო და 40-იც არ მინდა, 30 მართალი მიპოვეო. ის ერთი კვირაც ვერ მოძებნა, მერე 20-ზე ჩამოვიდა და ბოლოს 10 მართალზე შეთანხმდა. ბოლოს ესეთი წინადადებით დაასრულეს მოლაპარაკება, რომ ერთი კვირის განმავლობაში თუ 10 მართალ კაცს უპოვიდა აბრაამი, გადაარჩენდა მთელ ქალაქს. ეს კურთხევა დღესაც არის ჩემო ძვირფასებო. თუ ჩვენ 10 მართალი ადამიანი გულით, სულით მოსიყვარულე, რომელსაც ეყვარება ქრისტე, წმინდად დაიცავს ყველა კანონს და ყველა ქართველი ეყვარება და ილოცებს საქართველოსთვის, სიმშვიდისთვის, სიყვარულისთვის, თუ ასეთი სიყვარულით მიუდგება დღევანდელ მდგომარეობასაც, 10 მართალიც რო იყოს, საქართველოს გადაარჩენს ღმერთი. იმიტომ ეს კურთხევა რომ მოსცა ყველა ესმის ღმერთმა. ხო და მერე ბავშვებო, იქ ძალიან ცუდად დატრიალდა სოდომში ეს ამბები, გარემ გეტყვი, ვერ მოძებნა ვერც 10 მართალი და მარტო მართალი ლოტი იყო, რომელიც თავის ცოლ-შვილთან ერთად უთხრა, გამოდიო და ვიწყებ ახლა ამ ქალაქის დასჯას. ოღონდ გააფრთხილა, რომ გააფრთხილე შენი ცოლ-შვილი, ორი გოგო ყავდა, უკან არ მიიხედოთ, თორე დაგჭით თქვენცაო. და მართლაც ვადა რომ ამოიწურა, დაიწყო სასჯელი და ასე წერია ჩემო ძვირფასებო, აი მუშტის ხელა სეტყვა წამოვიდა, მაგრამ სეტყვა ხო ჩვენ ვიცით ყინულის სეტყვა, იქ წამოვიდა გოგირდის ცეცხლოვანი სეტყვა და რომ ეცემოდა სულ ყველაფერს წვავდა. ხო და ამ ლოტის ცოლმა ვეღარ მოითმინა, რომ გამრობოდნენ ქალაქიდან და უკან მიიხედა და ისაც მარმარილოს, ანუ ქვის სვეტად იქცა, მარილის სვეტად იქცა და გააქვალა ადგილს. და აბრაამი და თავისი ორი ქალიშვილი კი გადარჩნენ და გამოიყვანა იქიდან. აი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ზუსტად აი უზნეობა, ზუსტად სისაძაგლე, რომელსაც დღეს უკვე ძალიან მსოფლიოში შეიძლება ითქვას პოპულარულ თემათაც კი აქციეს და თვითონ მოდაშიც კი უნდა შემოიტანონ ეს გარყვნილება, რასაც ქართველი ხალხი არ იღებს. ჩვენ და საბედნიეროდ, ჩვენ ძლიერი გენი და ძლიერი ფესვი აღმოგვაჩნდა და ჩვენ მსოფლიოს კი დააკანონებინეს ეს გარყვნილი ქმედებები და ეს უწესობები, აი ამ ცოდვაზე, როგორც ამ ამბავმა გვიჩვენა, უფალი ძალიან ბრაზდება და ამ ცოდვას ძალიან სისასტიკით სჯის ასეთ ადამიანებს. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ ქრისტეს მცნებები, სულთად, წმინდად, სიყვარულით, ერთგულებით, პატიოსნებით, ლოცვით უნდა გავატაროთ ჩვენი ცხოვრება.
ეხლა მე ერთი პატარა ამბავიც მინდა მოგიყვეთ, ნამდვილი ამბავიც და ასე ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდე. მოკლედ, ერთი კაცი იყო ბავშვებო, რომელსაც ძალიან უყვარდა სტუმარი. აი, როგორც მამა აბრამს. ხო და თურმე ასე საუკეთესო სადილებს მიართმევდა და ასე ამბობდა, რომ ცალკე ჰქონდა კიდე ერთი პატარა თარო, რომელსაც სტუმრის პური ეწერა. სტუმრის პურიო და იქ ინახავდა კაი სადილებს და პურს და როცა სტუმარი მოვიდა და გახსნიდა ის სავსე ქონდა და დაუდებდა სტუმარს და მიართმევდა ყველაფერს. ხო და ერთხელაც ამ კეთილ კაცს, რომელსაც მასპინძელი, ძალიან კარგი მასპინძელი იყო და სტუმარი ძალიან უყვარდა და უხვად ეძლეოდა უფლისგან გასაცემი საკვები, რომ ყველასთვის მიეცა და თავისთვისაც ბევრი რჩებოდა, ვიღაცამ ასეთი აზრი უკარნახა პურში. შენ ამდენ სტუმრებს რო იღებო, კაცო, აჯობიაო სტუმარი აღარ მიიღო და ის პურიო და საჭმელები გაყიდო და გამდიდრდებიო. იმიტომ სტუმარი რომ მოგდისო, ხო, სტუმარს ხო აჭმეო და რო აჭმეო შენ არ გაკლდებაო ისო. აღარ ყავდეს სტუმარიო და ბევრი ფული დაგიგროვდებაო. წავიდა ეს კაცი ბრძენთან და ასე უთხრა, რომ თუ შეიძლება ჩემო ბრძენო ადამიანო, მასწავლე ისეთი რაღაცა, რომ სტუმარი აღარ მომივიდეს. ხო და კარგიო, ბრძენმა უთხრა. დაკეტეო შენი ბეღელიო, სადაც ხორბალი გაქვს, სტუმრის პური რო გაქვს, შენახული. დაკეტეო და შენი სახს უკანო, ესე გადააგდე გასაღებიო და ასე თქვიო, რომ აღარ შენ მოხვიდეს სტუმარო და აღარ შენი სტუმრის პური არ მჭირდებო. მართლაც მივიდა ეს კაცი, დაკეტა ეს სტუმრის ხოსუღი აქონდა და ყველას უმასპინძლა. დაკეტა, ხელუკუღმა გაჰკრა გასაღები და თქვა, აღარ სტუმარი მინდა და აღარ სტუმრის პურიო. ის დღე იყო და ის დღე ამ კაცთან დაილია სტუმარი, არავინ აღარ მოდიოდა. მაგრამ კი არ გამდიდა. საერთოდ პური გაუქრა ბეღელი. ხო და რა აღმოაჩინა, იცი? სტუმარი კი არ მოდიოდა, უხაროდა რომ გამდიდებიო, მაგრამ გახსნიდა და არაფერი აღარ ქონდა ბავშვები. პური აღარ ეძლეოდა ხდიდან. ხო და ცოტა ხანში ვაიმე უკვე მოშივდა ძალიან, რაღაც საჭმელი აქვს, რაღაც არაფერი და ასე ხო მოუკვდები მშიერიო, რაღა მეშველებაო თქვა. თოშვილიც გამიწყდება მშიერიო და წავიდა ისევ ბრძენთან და ასე უთხრა, ჩემო საყვარელო ბრძენო, ესა ცუდი რამე გითხარიო, მოიტა ისევ სტუმარიც მომეციო და სტუმრის პურიცო, თორემ შიმშილით ვიხოცებით მე და ჩემი თოშვილი. კარგიო, გასწავლი. წადიო ეხლა, გააღეო შენი ბეღელიო, გასაღებიო, სახში კი არ გაჰკრაო, ეზოში ხელუკუღმა გადააგდეო და იქითო შემოსასვლელთანო რა, სადაც სტუმრები შემოდიან. და ასე თქვი, მოვბრძანდი სტუმარო და მომეცი ღმერთო სტუმრის პური რო გაუმასპინძდე გემრიელად. როგორც გააღო ბეღელი და გაჰკრა, ეგრევე სტუმარი მოვიდა და ბეღელიც გაისო პური და ისევ საჭმელიც ქონდა, სასმელიც ქონდა, ყველაფერი უხვად იმადლა ღმერთმა და თურმე ესე იგი, რასაც მეც უმასპინძლებ ჩვენ სტუმარს, ღმერთი უფრო მეც გვაძლევს. იგი ასეთი საიდუმლო ყოფილა ამ ამბავში. და სულ ბოლოს ასე დავასრულოთ პატარა ზღაპარივით არის, პატარა ამბავია, თქმულება ორი მეზობლის შესახებ. ვიცი რომ ეხლა ზოგიერთ სოფელში კაი დიდი თოვლიც მოვიდა დასავლეთ საქართველოში. ხო და თოვლზე არის ეს ამბავი და ქალაქში კიდე გვენატრება თოვლი ყველას ბავშვებო. ხო და ნახეთ რა ამბავი. ერთი კაცი დილით 8 საათზე ადგა და უნდა რომ ნიჩაბით თოვლი გადახვეტოს, რომ გზა გაიყვანოს ჭიშკრიდან სახლამდე. რომ ვინმე რომ მოვიდეს ამხელა თოვლში როგორ შემოვაო. ბავშვებო, რო დაიწყო 8 საათზე გადახვედა და გახედა და მის მეზობელს უკვე გაწკეპნილი ქონია გზა, გასწორებული ქონია გაწმენდილი. ვაი, იქრა კაცო, ის რა მაგარი ყოფილაო, ჩემზე ადრე ადგაო, გაუწმენდია გზაო და მოდიო,
ხვალეო აჯობებოდა 7 საათზე ავდგები. ადგა 7 საათზე, ისევ დიდი თოვლი მოსულა, ხო და უნდა დაიწყოს მიჩმით ესე იგი გადახვეწა თოვლის, რომ გაასწოროს გზა და გახედა მეზობელთან და ისევ გაწმენდილი არა აქსა. ბიჭო ეს ყოფილაო. აიო, ხვალ 6 საათზე ავდგები დილით უთენია. ადგა დილით უთენია, ჯერ ღამეა კი არაფერი არა ჩანს, თოვლის დროს კი მაინც რაღაცა დაინახავდა და რა უნდა ჩხაჩქარა გახვეწოს რომ მოვასწრო და გახედავს და მეზობელთან ისევ ყველაფერი გზა გაკიწკიწებულია. დაინახა სანამ გაწმინდა გამოწმინდა დაინახა მეზობელი 9 საათია და გამოდის სახლიდან. მოდი ერთი წუთი კაცო რაღაცა უნდა შეგეკითხო. ისმენო. ბიჭო შენ ყოფილხარო 8 საათზე ავდექიო, გაწმენდილი დამხვდა შენი გზაო. 7-ზე ავდექიო, მაინც გაწმენდილი დამხვდაო და როდის ასწრებო 6-ზე ავდექიო, მაინც გაწმენდავ და როდის გაწმენდავ ამ გზასო. მე დღე და ღამე ნიჩაბი მიჭირავსო და მაინცო შენო სულ გაწმენდილი. ჩემო სამყარილო, მე ნიჩაბი არც ამაქვს სახშიო. ჩემთანო ბევრი სტუმრები დადიანო და სტუმრები ლახავენ ამ თოვლსო და აჭირდებაო ჩემს გაწმენდაო. ხო და შენთანო წუწ კი რო ხარ, არავინ არ მოდისო და იმიტომ სულ თოვლი რო გედებაო, სულ გიწევს გადაწმენდაო. ამიტომო მოიწვიეს სტუმრებიო, გაუშალეს უფრაო, კაი საჭმელებით აახვედრეო, კაი ღვინო დაალევინეო, რომ დაგლოცოსო და რო დაგლოცავენო, ამერთი მათს და წყალობას მოგივლენს შენსა და შენ ოჯახსაცო. აი ესე დამთავრდა ეს ჩვენი ამბავი ჩემო ძვირფასებო. აბა ეხლა მოდი ასეთი რამე გავაკეთოთ. ესე იგი პირველი შეკითხვა ყველაზე ძალიან ჩვენ ხო გამოკითხვა გვაინტერესებს თქვენი აზროვნება. თამარ მასწავლებელი მომეხმარება ეხლა, იმიტომ რომ შევეცადოთ რომ ესე იგი ასე თქვათ დინამიურად წავიდეს ჩვენი ჩართვები, რომ ხანძლივი პაუზები არ იყოს და ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ ხელი აიწიოთ და ჩვენ შევეცდებით რომ ასე უფრო გავიგოთ ესე იგი თქვენი აზროვნება. პირველი აი რა გავიგეთ, რატო ვილოცეთ დღეს, ლოცვით რატო დავიწყეთ თქვენი აზრით და რა ძალა ქონია ლოცვას. აი პირველი შეკითხვა ეგავა. თამარ მასწავლებელო, აბა მოგვეხმარე ეხლა რომ ჩავთოთ ეს ბავშვები და პირველი შეკითხვა მაინტერესებს აი თქვენი აზრი ლოცვასთან დაკავშირებით. აბა ჩართეთ ყველამ რომ დაგინახოთ აიგათ ლამაზად. აბა ირაკლი თინიკაშვილი არის მცხეთა თამარ. ლოცვა გაძლევს ძალას, რომ შევასრულოთ ყველაფერი, რაც გვაქვს და რაც გვინდა და რაც გვჭირდება. ჩვენ თუ არ ვილოცეთ, ის არ გვექნება და იესოც გაგვიბრაზდება. ჩვენ თუ რაღაცა გვინდა, ვლოცულობთ. ნახ ირაკლი, არ გამორთო ეხლა, შენ რო გამორთო ვეღარ ჩართავ, ამიტომ ჯერ პატარა დიალოგი გქონდეს ხოლმე და მერე გამორთე რომ მოჩები. აი ირაკლი, გასაგებია, ეხლა შენი აზრით ჩვენ რატო დავიწყეთ ლოცვით გაკვეთი? იმიტომ რომ ვისწავლოთ ლოცვა და ჩვენ აბა რის გამო დავიწყეთ ლოცვა? რო ვისწავლოთ კი, აი, მაგრამ რის გამო, აი, რატო დავიწყეთ ლოცვით? სახარების კითხვით რატო დავიწყეთ? სახარება რა არისო, რა ვთქვით? სახარების დროს ვინ გველაპარაკება? იესო. ანუ ღმერთი გველაპარაკება, მიხვდით? და დღეს რატო გჭირდება ღმერთი რომ დაგველაპარაკოს? აბა შენი აზრით, ეს ამ მდგომარეობა. ჩვენ კეთილები ვიყოთ და ცუდი არასოდეს არ დავაშავოთ. ანუ სწორე გადაწყვეტილება რომ მივიღოთ, ხო, როგორ მოვიქცეთ, რომ სიყვარული არ მოგვაკლდეს. მასე შეიძლება ჩვენ შეცდომით გავაკეთოთ რაღაცა და ამ არეულობაში ჩვენს მივიღოთ მონაწილეობა არასწორად და როცა ვილოცებთ, როცა ღმერთს მივენდობით, როცა სიყვარულით მიუდგებით ამ საკითხს, უკვე ჩვენ ლოცვა შეისმენს ღმერთი და ყველაფერი ლამაზად დალაგდება. კარგით, მოდი ასე გავაკეთოთ ახლა. აბა ესე იგი რა გვასწავლა დღევანდელმა აბრაამის ისტორიამ, რას ცოდნა მივიღეთ დღეს და რა უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ. აი მაინტერესებს ანანო ასანიძე, ელენე ასანიძე.
ასანიძეები, აბა? თქვა ისმენთ, აბა? დღეს მე მივიღე იმის ცოდნა, რომ თუ ღმერთს შევთხოვთ ჩვენ გულით და არაფრის სიბოროტეს არ ჩავინდეთ, როგორც მათთან იყო, როგორც ექიმთან და იმავად მყოფ ბავშვთან, როგორც იყო, რომ ერთმანეთი გადაარჩინეს ლოცვით, ისია ადამიანებში ლოცვა არის ჩვენი მომავლისთვის და სიკეთისთვის. თუ უფალს შევთხოვთ გულით, რაც გულით გვინდა, ის უფალი აგვისურვებს განსაცდელს გვიგზავნის, მაგრამ ჩვენ იმ განსაცდელს იმიტომ გვიგზავნის, რომ შემდეგ მომავალში უფრო გზა გქონდეს გახსნილი. აჰა, ანუ შენ ელენე ხარ თუ ანანო? ანანო. ანანო, ნახე რა თქვენი რამე თქვა ანანო. ანანო თქვა, რომ შეიძლება გარკვეულწილად ჩვენ განსაცდელით შევხვდეს. შეიძლება რაღაცა აგვწვდეს, რაღაცა პრობლემა შეგვექმნას, მაგრამ ის ჩვენ სასიკეთოდ უშვებს უფალიო. და ამიტომ ჩვენ არ უნდა გაუბრალდეთ ამაზე, უნდა მივიღოთ მშვიდობით, სიკეთით და ლოცვით უნდა ვიყოთ და აუცილებლად ამას მომავალი და დასასრული კარგი ექნებაო. კი ბატონო ანანო, ჩემო ძვირფასო. კარგით, მოდი აბა გადავიდეთ სხვა თემაზე. კიდე რაზე ვისაუბრეთ? აბრაამის თემამ რა გვასწავლა? რომ სიკეთე უნდა გავაკეთოთ და სიკეთით დაგვიბრუნდება. ოჩა, აი, კაი გოგო ხარ. ესე იგი, თუ ჩვენ სიკეთით მოვეპყრობით სტუმარს, ღმერთით სიკეთით მოგვეპყრობა და თუ კარგად გაუმასპინდებით, ჩვენ ბეღელში სულ ყოველთვის, ესე იგი, კარგად ვიქნებით და გამართულად ვიქნებით და არ მოგვაკლდება არაფერი სიკეთე ის წყალობით. მარკოზის მე-16, ხო? დიახ, მამაო. აბა ბავშვებო, მთელი გულის მოусმინოთ, გულის ყურით. ნახეთ რა კაი სიტყვა გვაქვს. გულის ყურიო. გულსაც აქვს ყური და იმით მოусმინოთ, აბა? აი, პატრიარქის დაჩუქარი სახარებიდან ვკითხულობ, აი, პატრიარქმა მაჩუქა. და შეგვეციოს მისი ძალა, მადლი ძველი პატრიარქი. როგორი ისინია ილუსტრაციებით და სასწაული ძალიან კაი გამოცემა. მამაო, სიგადაში პატარა განმარტებებიც რო გითხრათ და ესე ჯობია. წავიკითხოთ ბოლომდე და მე კარგი, თქვენ როგორ ჩათვლით, კი ბატონო. უკინა რა გავუთ, ხო, აბა წავიკითხოთ. დავითარცა გარდაარსა შაბათ იგი მარიამ მაგდალინელმა და მარიამ იაკობისმან და სალომემ იყიდეს ნერსაცხებელი, რაითა მოვიდნენ და სხონ მას. ანუ როცა მაცხოვარი და ასე თქვა დამარხეს საფლავში, ანუ ებრაელებს ხოდათ ესეთი წესი ბავშვებო, გამოკვეთილი კლდეში გამოკვეთილი აკალდამები ჰქონდათ ესე და ის დიდი ლოდი ჰქონდათ და იქ შეასვენებდნენ ხოლმე და ერთ-ერთმა დიდარმა კაცმა, როცა იესო ქრისტე უკვე გარდაიცვალა ჯვარზე, თავისი სამარხი დაუთმო. ანუ პატივისცა, რომ აი ჩემ იქ სამარხში ჯერ არავინ არ დასვენებულაო და იქ დაასვენეს იესო ქრისტე. მარიამ მაგდალინელი, მარიამ იაკობისი და სალომე ესენი იყვნენ ეგრეთ წოდებული, როგორც ვიცი, მენელსაცხებლე დედები. ანუ იესო ქრისტეს დაყვებოდნენ ყველგან და უმზადებდნენ საჭმელს და ეხმარებოდნენ ყოველთვის, ძალიან უყვარდათ და მასთან ერთად იყვნენ, თქვენ წარმოვიდგინეთ, მოციქულები როცა არ გაყვნენ ჯვარცმაზე, ჯვარცმის დროსაც კი იქ იმყოფებოდნენ და იყვნენ ძალიან ერთგულნი და ეს უკვე როცა იესო ქრისტე უკვე სამარხში არის მეორე დღეს, ესე იგი უпростоროდ მესამე დღეს უკვე იესო ქრისტეს საფლავთან წავიდნენ, რომ ისულიყვნენ და საფლავის გადაეგორებინათ და მიუტანეს ნელსაცხებელი. ანუ ნელსაცხებელი იყო იმისთვის, რომ მიცვალებულზე წაესვათ და სურნელება ქონოდათ და ესეთი კაი სურნელი გამოეცათ და უნდათ, რომ პატივი მიეგოთ თავისი მოძღვრის, ასე ვთქვათ, ცხედრისთვის. და ნიად განთიად სამაც ერჩებოდსა მოვიდა საფლავს ზედა მერმეცა აღმოსავალს და ოდეს მზისას. და ესე იგი მზის ამოსვლის პერიოდში მივიდნენ იქ. და იტყოდეს ურთიერთას, ვინ გარდაგვიგოროს ჩვენოდი კარის ამისგან საფლავისა და გზაში ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ნეტაო იმ ლოს ვინ გადააგორებსო, ძალიან ძიმიაო და ნეტა გადაგვიგორებს ვინმეო. და მიხედეს და იხილეს რამე თუ გარდაგორებული იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. ანუ უცებ გაიხედეს, რომ მიუახლოვდნენ საფლავს, დახედეს და
ლოდი აღარ არის იქ, ანუ ლოდი გადაგორებულია და თან ასე იგი ძალიან დიდი იყო ეს ლოდი. და შერავიდეს საფლავსა მას იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯვენით კერძო შემოსილი 60 ასპეტაგითა და განკვეთეს. და რო შევიდნენ საფლავში დაინახეს ჭაბუკი, ანუ ახალგაზრდა ადამიანი. ანგელოზი დაინახეს ასპეტაგითა ასე თქვათ თეთრი შესამოსლით შემოსილი და განკვეთეს ნიშნავს შეეშინდა. ეკრთნე. ხოლო მან თქვა მათ, ნუ განკვდებით იესოს ეძებთ ნაზარეველსა, ჯვარცმულსა. აღსდგა არაა საკა, ადგილი სადა დაძდევით იგი. დაძდეს იგი. და ანგელოზი რას ეუბნება, რომ თქვენ ეხა იესო ნაზარეველს ეძებთ. და აღარ არის აქ აღსდგაო ეს ფლეთით. და ის ადგილიო, სადაც თქვენ დადეთო, აი მივით ნახეთ წარიელია. არამედ წარვედით და უთხრათ მოწაფეთა მისცა და პეტრს. პეტრე და ჰაეგერა და გიწვის თქვენ გალილეას მიხილოთ იგი ვით არც აქვს თქვა თქვენ და ესე იგი აიხლაო წადით თქვენო და მოწაფეებს მოახსენეთ ყველაფერიო და ნახეთ აქ ერთი რაღაცა უნდა გითხრათ კიდე აუცილებლად ეს გასათვალისწინებელია წადით ნახეთ და არამედ წარვედით და უთხრათ მოწაფეთა მისცა და პეტრესო რატო გამოხო ეს სახელი მოწაფე არ იყო პეტრეც მაცხოვარის რატო თქვა პეტრე ცალკე მაგრამ ამას აქვს თავისი მნიშვნელობა და განმარტება. პეტრე იმიტომ თქვა ბავშვებო, რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ პეტრემ უარყო ქრისტე სამგზის. ხო, აი მამლის ტყივილამდეო შენ სამგზის უარყოფო უთხრა ქრისტე. მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ როცა პეტრეს შეხვდა მაცხოვარი, აღდგომის შემდეგ უკვე როცა ანუ ერთით რო აღზა ქრისტე და მოიკითხა პეტრე ასე თქვა, პეტრეს აპატია ასე თქვა პეტრემ უთხრა რომ პეტრეს უთხრა რომ შენ გიყვარ ვარ მე კი მიყვარხარო ერთხელ უთხრა მე მეორედ უთხრა მესამედ უთხრა და ანუ სამჯერ ეკითხება მაცხოვარი პეტრეს გიყვარ ვარ თუ არა მე და სამივეჯერ ეთანხმება პეტრე მოციქული და ნახეთ სამჯერ უარყოფის ნაცვლად სამჯერ დათანხმებით ისევ დაუბრუნდა ქრისტეს მეგობრობის წიაღს ასე თქვა ეს იყო აღიარება და სინანული ქრისტეს მიმართ. და მაგრამ ამის მიუხედავად ნახეთ პეტრე იმდენად განიცდიდა თავის დანაშაულს, რომ ქრისტე სამგზის უარყო, თავის თავს მოციქულად აღარ თვლიდა. ნახე და აი მე არა ვარო, ღირსი მოციქული ვიყო. მაგრამ ნახეთ აქ ანგელოზი რას ეუბნება იცის. ნახე პეტრეს ეს მომარეობა ღმერთს არ გამორჩენია. ძალიან უყვარს პეტრე და ყველა ადამიანი და ყოველთვის ითვალისწინებს ყველაფერს და ნახე რას ეუბნება რომ წადიო და მოციქულებს უთხარიო და პეტრესაც უთხარიო. იმიტომ პეტრესო ნუ გონიაო თავი რომ მოციქული არ არისო. პეტრესაც უთხარითო და ანუ პეტრესთვის ეს იყო უდიდესი სიხარული რომ პეტრეც ჩათვალა იესო ქრისტემ აღდგომის შემდეგ მაინც ჩათვალა თავის მოციქულად. და ჰეგერა წინა გიწვის თქვენ გალილეას მუნიხილოთ იგი ვით არც თქვა თქვენ. ანუ თქვენ იხილავთ მას როგორც წინასწარ მოგახსენათ. ანუ წინასწარ ხო გითხრათ თავის შესახებ რომ აღდგომით მტრეთით და იხილავთ გალილეაში. ანუ დამათვით არც ესე გამოვიდეს და იტოდეს მიერ საფლავით, რამე თუ შეწუნებული იყვეს და დაკვირვებულ და არა იმის უთხრეს, რამე თუ ეშინოდათ. და ეს როგორც კი ნახეს ეს ამბავი რომ მოისმინეს ეს ანგელოზისგან და ეს ყველაფერი ვერც კი გაანალიზეს ეშინოდათ და არავის არ უთხრესო იყო რომ ძალიან გაკვირვებული და გაოცებულიო ხოლო არა რაიდგა განთიად ესე იგი აღრა იდგა განთიად პირველ სამას შაბათსა ეჩვენა პირველად მარია მაგდალინესა რომელსაც გასული იყო 7 ეშმაკი და ესე იგი პირველად როგორც კი ანუ ქრისტე რო აღზრდა მტრეთით პირველად ეჩვენა მარია მაგდალინეზე მე სხვა დროს მოგიყვებით დიდი ისტორია ეს იყო ასე თქვა ეშმაკებისგან შეპრობილი ცოდვილი ქალი რომელიც შეუდგა იესო ქრისტეს და იესო ქრისტე მისგან განდევნა 7 ეშმაკი ეშმაკი და იმის მერე ის არ მოცილებია ქრისტეს ბოლომდე იყო მასთან ჯვარცმამდე და სწორედ მას ეჩვენა პირველი ხოლო ესე იგი და იგი წარვიდა და უთხრა მისთანა ყოფთა მათ რომელი იგნოდეს და ტიროდეს ანუ ყველა განიცდიდა მას ტიროდა ძალიან და თავისი მოწაფეებიც მენასაცხებელი დედებიც და წავიდა მარია მაგდალინე და მოუყვა ეს ამბავი რომ მე ვიხილე ამსგარი იესო ქრისტე და მოუყვა ეს ამბავი რომლებიც ტიროდნენ და იგნოდნენო თავის მოძღვარსო და მათ რა ესმარავე თუ ცხოველ არს
ეჩვენა მათ, არ არწმენა. ესე იგი, რო უთხრე ცხოველი იგივე სიცოცხლეს ნიშნავს. როგორც კი უთხრაო ცოცხალიაო, ვერ დაიჯერეს. არ დაიჯერეს, როგორ არის ცოცხალიო გუშინ არ დავმარხეთო. ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სვლასაშინა გამოეცხადა სვითა ხატითა მირაივიდო და დაბასა. ხოლო ხედავთ აქ მარკოს მოციქული აღნიშნავს მახარებელი აღნიშნავს იმ მომენტს, როცა ლუკას და კლეოპას გამოეცხადა. ასევე მოციქულები იყვნენ, ისინიც ლუკას და კლეოპაც, რომელსაც 70 მოციქულთა შორის იყვნენ, მათ გამოეცხადა, როცა ისინი მიდიოდნენ ემაუსის მიმავალ გზაზე, მასთან ერთად დაემგზავრა მათ ქრისტე, ესახარება არის მოთხრობილი სხვაგან სხვა მახარებელთან სრულად და მიყვება მათ იესო ქრისტე გზაში და უხსნის ყველაფერს, მაგრამ ისინი მას ვერ ცნობენ, შეიყვანენ ისინი მას სახში საღამოს, დაპატიჟებენ, პურს ერთად გატეხენ ვახშამზე და ესე იგი, როგორც კი პურს გატეხნენ, იცნობენ იესო ქრისტეს და იესო ქრისტე კიდე დაიმალება, ასე თქვა, გაუჩინარდება. და ანუ, ნახე ამას ახსენებს, ეგ ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სვლასაშინა გამოეცხადა სვიტი და მირაივიდო და დაბასა. ანუ ესეც არის ნახსენები მარკოს მახარებელთან. და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხვათა მათ და არცა მათი რწმენა. და ანუ სხვებაც იხილეს, ესენიც რომ დაბრუნდნენ, იმ დღესვე დაბრუნდნენ დაახლოებით 15 კილომეტრი გამოიარეს ფეხით უკან ისევ, დაბრუნდნენ ისევ ისრაელში, იერუსალიმში, რომ ეს ამბავი ეთქვათ თავისი მეგობრებისთვის, მაგრამ არც მათი არ იწუნეს, იმიტომ რომ თქვენ რას ამბობთო, როგორ შეიძლება მიცვალებული გაცოცხლდეს. უკანასკნელს თომარეთ 11 და ნახეთ და უკვე ბოლოსო აცხოვარი ერთად იჯდნენ 11 მოციქული. იცით რომ იუდა იყო და იუდა უკვე თავი ჩამოიშვა და აქ გამომდინარე აქ საუბარია უკვე 11 მოციქულზე. 11 მათ ეჩვენა და აყვედრა უწმნევა მათი და გულფიწყლობა რამე თუ რომელთა იგი იხილეს აღგომილი მათი არაცმენა. და უკვე მაცხოვარი გამოეცხადა 11 მოციქულს და უკვე რასეულებთ საყვედუროთ. კი მაგრამ რატო არ დაიჯერეთო მარიამ მაგდალენაში? ისინი კლეოპასი რატო დაიჯერეთ? რატო არ დაიჯერეთო და უბრალდება თავის მოციქულებს. მეო თქვენ ხო გეუბნებოდით რომ აუცილებლად ავსდები მტრეთითო. რატო არ იცით ეს? და ნახეთ, ერთი წამი ვიღაცას ჩართული აქვს და თმაურია, გათიშეთ ხოვისა. და ხომა წარვედით ყოველსა სოფელსა და უკადაგეთ სახარება ესე ყოველსა დაბადებულსა. და ნახეთ დავალებას აძლევს მოციქულებს, წადით ეხლა თქვენ და უკადაგეთ ყველა დაბადებულსო, ყველა ადამიანსო. აი ამიტოა ზუსტად რომ ნახე იესო ქრისტეს დედამიწაზე არ დაუტოვები არც ერთი კუთხე მის მოციქულებს, არ არსებობდა დასახლება, ანუ ადამიანების, რომ ის არ ყოფილი, ანუ მოციქულები არ ყოფილიყვნენ იქ. ყველგან მიიტანეს იესო ქრისტეს სიტყვა. რომელსაც წმენეს, ნახეთ ეს არის საინტერესო და აუცილებლად უნდა მოусმინოთ კარგად. რომელსაც წმენეს და ნათელი იყოს ცხონდეს, რომელს არ არის წმენეს დაისაჯოს. ნახეთ ჩვენ რომ გვეუბნებიან ხშირად twins რომ გვიბურღავენ ვიღაცეები და აი სხვადასხვა რელიგიებიო და აი იქო მუსულმანებიო კარგად იქცევიანო, იქო კათოლიკები კარგად იქცევიან და აი რაღაცეებს თითქოს რომ გვაწონებენ. ნახეთ, პირდაპირ თქვა რომ რომელს არ წმენეს, ან რომელმაც ირწმუნოს იესო ქრისტე და მოინათლოსო, ისო გადარჩესო, ანუ ცხონდესო და რომელს არ წმენესო დაისაჯოსო. ანუ რა არის, ვინც არ მიიღებს იესო ქრისტეს, ვინც არ ეზიარება იესო ქრისტეს სის და ხორცს, ნათლობის შემდეგ ის დაისჯება. ანუ საჯელი იქნება რა, თვითონ იესო ქრისტე კი არა, თავისი თავი, რომელმაც არ გაატარა თავისი ცხოვრება იესო ქრისტეს თან ზიარებაში. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს. და ნახეთ, და როგორ შეუდგებიანო სასწაული რა იქნება მორწმუნეთან, როგორ შეუდგეს სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხვიდე, ენათა ახალთა იტყოდიან. ანუ ნახეთ, იმ ძალიან ბევრ სასწაულებს აღასრულებენ მოციქულები, ყველაფერს შეძლებენ, ისინი ჩემი სახელით. ანუ ჩემი სახელით ეშმაკებსაც კი განდევნით, ახლა სხვადასხვა ენებზეც კი ისაუბრებთ. ჩვენ ხო ვიცით რომ როცა სულიწმინდის მოფენა იყო და ვიცით 51 დღეს აღდგომიდან ცეცხლის სახით, ენების სახით რო გადავიდა მოციქულებზე, მაშინ მოხდა სწორედ მათი სხვადასხვა ენებზე ამეტყველება, იმიტომ რომ იესო ქრისტემ ის ადამიანები, რომლებიც ბაბილონის გოდოლის დროს სხვადასხვა ენებზე ამეტყველდნენ, ისევ განიზრახა რომ შემოკრიბოს თავის წიაღში.
და შესაბამისად ყველას ენაზე ამეთ ყველა მოციქულები და არც ერთი მხარე, არც ერთი ადამიანი არ დატოვა იესო ანუ ღვთის მადლის და მისი სიტყვის გარეშე. გველთა შეიპყრობდნენ რაღაცა თუ საცეკვინე რაიმე სვან, არა იავნოს მათ სნეულთა ზედა ხელთა დასდებდნენ და განცოცხლდებოდიან. ანუ გველს შეიპყრობენ, ანუ გველიც ვერ გველბაც რო უკმინოს, თქვათ ამ შემთხვევაში დაგესვოს არაფერი დაემართებათ, თუ რამე სასიკვდინე რაიმე შეჭამონ ან დალიონ, მაინც არ მოკვდებიან, ესე იგი, სნეულთა ზედა ხელს დასდებენ და განცოცხლდებიან. ანუ ყველა ადამიანს განკურნავენ თავიანთი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობით. ანუ რა არის ეს? არის ზუსტად სულიწმინდის მატარებელი მოციქულებზე ამბობს, რომ როცა მოციქულთა ხელდასმას, ან როცა მღვდელად იკურთხება ადამიანი, მაშინ არის ზუსტად ეს სიტყვები, რომელიც მოდის პირველი საუკუნიდან, ანუ როცა ხელდასმა ხდება მოციქულების, აი სულიწმინდა გარდამოვიდეს მასე, ესე იგი, სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმასვებელი. ნახეთ რა საოცარი სიტყვებია, ანუ ყველაფრის მომცველი და ყველაფრის მაყურნებელი. მადლი გექნება თქვენ, ანუ ღმერთი იქნება თქვენთან და თქვენ ყველაფერს აღასრულებთ. ხოლო უფალი შემდგომად სიტყვათ ამათ მათთა მიმართ ამაღლდაზეც და დაჯდა მარჯვენით ღვთისა. და ესე იგი მათ თვალწინ ამაღლდა ღმერთი ზეცაში. ხოლო იგინი გამოვიდეს და გადაგებდეს ყოველსა ქვეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყვით ამის დამტკიცებით ამის მიერ, რომელი იგი შეუდგეს მას სასწაული. და გამოვიდოდნენ ზუსტად მოციქულები ღვთის სიტყვის მიხედვით, როგორც აკურთხა იესო ქრისტე. ისინი გამოვიდნენ და ესე იგი აღასრულებდნენ უამრავ სასწაულს. ანუ ის რა ლოცვა კურთხევაც მიცა იესო ქრისტემ მათ ყველანაირ სასწაულს აღასრულებდნენ. სხვაგან სხვა მახარებელს უწერია ბოლოში ესეთი რამეები. ესეთი რამე უწერია დასასრულს, რომ და ესე იგიო, წადითო, თქვენ მოიმოწაფეთო, ანუ აღასრულეთ მე რაც გითხარით, მაგრამ თქვენ არ იფიქროთ რახან მე ავმაღლდი ზეცად, მე თქვენ მიგატოვებთ. არა, მე ვიქნები თქვენთან ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ამინ. ნახეთ, ქრისტე იმის მიუხედავად რომ ამაღლდა ზეცად, ანუ ის დაუბრუნდა თავის სამებისეულ წიაღს, ანუ იმ ღვთაებრივ წიაღს, საიდანაც გამოვიდა იმისთვის რომ ჩვენთვის მომკვდარიყო და ამაღლდა ისევ იქ იმისათვის რათა ჩვენ გაგვიმზადოს იქ სიხარული. მაგრამ ნახეთ, სხვა იგინუგეშინისმცემელი როცა ამბობს ახარება რომ სხვა იგინუგეშინისმცემელი მოგივლინოთ თქვენ, არის ზუსტად უხილავი ღმერთი ერთობაში. რა თქმა უნდა, მხოლოდ სულიწმინდა არა, სულიწმინდა როგორც პიროვნული სახით მოქმედებს, თუმცა როცა სულიწმინდა მოქმედებს, არ მოქმედებს მარტო სულიწმინდა, ყოველთვის მოქმედებს მამა და ძე. და სადაც მოქმედებს მამა, იქ მოქმედებს ძე და სულიწმინდა და სადაც მოქმედებს ძე, იქ მოქმედებს სულიწმინდა და მამა. ანუ ყველა პიროვნულად კი ჰიპოსტასურად განსხვავებული, ასე ვთქვათ, თვისება, მაგრამ ერთი არსი, ანუ ყველაფერს ერთად აღასრულებენ. ამიტომ თქვა იესო ქრისტემ, რომ მე ვიქნები თქვენთან ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ამინ. ასე რომ იესო ქრისტე ჩვენთან არის ყოველთვის, სულიწმინდის მადლთან ერთად და მამაღმერთთან ერთად, როცა ის ჩვენ წირავთ, როცა ჩვენთან არის, ისე გვაძლევს თავის აღსგება მკვეთით, ისე გვაძლევს თავის სისხლს და ხორცს და გვაერთიანებს უკვე წუთის სოფელშიც კი გვაერთიანებს მის წიაღში. ასე რომ ეს არის დასასრული ამ სახარებისა, რაც პირდაპირ გვასწავლის იმას, რომ ღვთის წიაღს არ უნდა მოცილდეთ. მართლა დაგლოცოთ და გაკურთხოთ და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. დაიხარეთ, მამაო, დიდი მადლობა. ესე იგი, მე მგონი ჩემთვის იყო ყველაზე საინტერესო და დარწმუნებული ვარ ბავშვებისთვისაც და რამდენი ახალი რამ გავიგე მე. და რა კარგი ყოფილა სახარების კითხვა, ისე რაღაცნაირად შემიყვარდა რა ეს პროცესი დიდება უფალს. აი ბავშვები წერენ, რომ დღევანდელმა დღემ გაჩვენაო, რომ განსასწრებიც კარგია ზოგჯერო, იმიტომ რომ განსასწრებს ღმერთი უშვებსო და თუ ჩვენ ლოცვით დავითმენთ, აუცილებლად სარგებელს მივიღებთო. მე აი ლუკა წერს, ამ გაუკეთილმა გვასწავლა, რომ უფალი უნდა გვწამდეს და ვილოცოთ, უნდა ვიყოთ სტუმართმოყვარეები, რაც თავარი არ უნდა გავაბრაზოთ და არ უნდა ვაწყენინოთ. უფალი მეუფლის შესახებ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, ფილმებიც მაქვს და მოკლედ მე გვიყვარხარო ძალიან. მეორე გაკვეთილია ჩემთვის და უკვე შემიყვარდი თამარ მასწავლებელო და ლექსო მასწავლებელო.
და ასევე ჩემი მეოთხე სკოლელები კი სულ წერენ სიყვარულზე, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს ყველას და ყველაზე მთავარი ჩვენ ერთობაში ზუსტად ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ერთმანეთს ველოდებით. აი, როგორც ილია ბიწაძე, ჩემი უსაყვარლესი ბიჭი, აქ ელენე, თაზო, ეთერი, ბარბარე ჩინჩალაძე მოიწერა ძალიან კარგი აზრი. ჩემი მიახო სულ წერს. მე პეტრობა ლაზარე დევლა რიშულს დიდი დაცა ყავს, ხო? პატარა დაცა ყავს და დიდი დაცა ყავს. სამნი ხართ ლაზარე? ხო, ჩაღაი, რა კარგია, დიდი ოჯახია. გენაცვალეთ, მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ყველას დიდი მადლობა. ასე სიყვარულით რომ მილოცეთ, აი, მამაო კითხულობდა და ვინც უსმენდა, ეს ყველას ლოცვაში ჩაგვეთვალა და ეს ლოცვა შეეწიოს ჩვენ სამშობლოს. და აბა ხვალ მე ალბათ ვეღარ შევხვდებით, გაკვეთილი არა გვაქვს ჩვენ და თუ გაგახსენდებათ ვინმეს, ჩემო ძვირფასებო, ხვალე არის უკვე ლუკას სახარების დღე და იქნებ ერთი თავი შეძლოთ და წაიკითხოთ, აბა ვისაც გაახსენდება, ვისაც ტკივა საქართველოს ბედი, მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ყოველ დღე ყველა სახარება წავიკითხო, სანამ ეს განსაცდელებია, რომ რაღაცით ჩემ სამშობლოს მივეხმარო და ეხლა რა ბედნიერებაა, რომ თქვენთან ერთად ვილოცეთ. აი 130-მდე კაცი იყო, 151-იც კი იყო და რა ძალიან საინტერესო იყო თქვენთან ერთად ლოცვა. თან ბავშვის ლოცვას ყველაზე მეტად ისმენს უფალი და დარწმუნებული ვარ, რომ დამშვიდდება და ეს ტყუილად არ ჩაივლის და უღრმესი მადლობა ამ სიყვარულისთვის. მადლობა მამა ზაქარიას ამ ძალიან საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისთვის. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ მინდა იმ სიყვარულისთვის გადაგიხადოთ, რომ ვთქვით, რომ მოდი არ დავხატოთო და რომ ჩაირთო და არავინ რო არ დახატა. ყველამ შეიკავა თავი, იმიტომ რომ მართლა გვიყვარს ჩვენ ქართველებს ქრისტე გულში, სულში გვიყვარს და მართლა გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მოდი მართლა შევეცადოთ, რომ აი ეს დღეები განსაკუთრებით კარგად მოვიქცეთ, ლოცვით ვიყოთ და შევთხოვოთ ღმერთს, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა დაამკვიდროს. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა თამარ მასწავლებელს, პატარა ბაია ყავს, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ ჩვენ ამდენებს ყურადღება მოგვაქციოს და კარგად წარმართოს მთელი ეს პროცესები. დიდი მადლობა ყველას, ვინც მოიწერა, ჩემო ძვირფასებო და მოკლედ დავემშვიდობოთ დღეს ერთმანეთს. აბა მიყვარხართ ძალიან, მოდი ყველამ გულები გაუგზავნოთ ერთმანეთს, ჩავეხუტოთ ყველამ, აი ბევრი გულები გამოგიგზავნეთ და ყველანი ჩემს გულში ხართ და ძალიან მიყვარხართ. ლაზარეს თავისიდები ჩაეხუტებიან აქეთ იქიდან და აბა მიდი ჩაეხუტეთ აკოცეთ აქეთ იქიდან. აი ესე, აბა ყველა ჩაეხუტოს ვისთანაც არის ვინმე. თქვენიანები ყველა ჩაეხუტეთ. ხო ჩაღაი ყველაზე მაგარი ჩასახუტებელი ბოლნის ისინი არიან, დმანისელების ბევრი არიან და მარიამი ეკა ჩაეხუტება. ბოლოს ჩავცეთ ხმა. ყველა დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ყველა წირვაზე მივდივართ მესიარები. ო, ზიარება არ დაგვავიწყდეს, ხვალე წირვა და ყველა ვეზიარება. ნახვამდის მას. წირვაზე გავეტყუანებით ყველა წირვა. ნახვამდის მას. ნახვამდის. მასწავლებელი ამერიკიდან კითხულობთ, აქედან გენაცვალეთ, აგერ ამერიკიდან ჩაგვირთენ ეს მას ნახვამდის. მთელი მსოფლიო გისმენთ, მთელი მსოფლიო. ნახვამდის მას. ნახვამდის. ნახვამდის მას გვიყვარს. საშიანი ყველაზე პირველია, როგორც ყოველთვის. დიდი მადლობა. ნახვამდის მას. კლასელები ხო ყველაზე მატრები არიან. გენაცვალეთ, ხაშურის მას. აგოდეხს. ყველაზე აქტიურები არიან. დიდი მადლობა ყველას. აბა გეფერებით ყველას და მიყვარხართ დროებით. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.
ეს ამბავი მოხდა საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მდებარეობდა წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი. იგი დროისაგან საკმაოდ დაზიანებული იყო. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი ყარიბად ცხოვრობდნენ და იმის საშუალება არ ჰქონდათ, რომ ტაძარი შეეკეთებინათ. ერთხელ ტაძრის გვერდით ბავშვები ერთმანეთს კენჭების სროლაში ეჯიბრებოდნენ. პატარა მათეც უფროსების გვერდით იდგა და თვალყურს ადევნებდა მათ. მასაც გაუჩნდა თამაშის სურვილი და დიდი მონდომებით შეეცადა კენჭი ქოთანში ჩაეგდო. მაგრამ რამდენჯერაც სცადა, არ გაუმართლდა. მისი ნასროლი კენჭი მიზანს არ აღწევდა. უფროსი ბავშვები მას დასცინოდნენ და პატარა მათემ თამაშის სურვილი სულ დაკარგა. ამოიოხრა და იმედგაცრუებული იქაურობას გაეცალა. ერთი კენჭი მაინც ჩამეგდო. ყოველთვის ასეთი უძლური, ხომ არ ვიქნები. უცებ მას წმიდა გიორგის ძლიერების შესახებ დედის ნაამბობი გაახსენდა. ეკლესიისაკენ მიტრიალდა და წმიდანს გულხურვალედ შეევედრა. წმინდა გიორგი, გევედრები და მე ხმარი რომ კენჭი ქოთანში ჩავაგდო. მე კი გემრიელი ნამთვარს მოგიტან. იმედმიცემულმა მათემ მაშინვე კენჭი ისროლა. და ჰოი, საოცრება! მისი ნასროლი კენჭი ქოთანში ჩავარდა. გახარებული მათე მაშინვე დედასთან გაიქცა, რომ მომხდარი სასწაულის შესახებ მოეყოლა. დედიკო! დედიკო! რა იყო შვილო? დედიკო, მე ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი და კენჭი ქოთანში ვერაფრით ჩავაგდე. შემდეგ წმინდა გიორგის შევევედრე და ის დამეხმარა. დედიკო, მე წმინდა გიორგის ნამცხვარს დავპირდი, ხომ გამომიცხობ? აუცილებლად. წამოდი ერთად გამოვაცხობ. დედა მორწმუნე იყო და შვილსაც ღვთისმოშიშებით ზრდიდა. მან გულითადი მადლობა შესწირა ღმერთს და ასევე წმიდა გიორგის, რადგან მათ შეისმინეს მისი შვილის თხოვნა და დაეხმარნენ მას. ნამცხვარიც გამოუცხო და ეკლესიაში გაატანა. მადლობთ, დედიკო. გახარებული მათე მაშინვე ეკლესიისკენ გაემართა, რომ წმინდა გიორგისთვის დაპირებული ნამცხვარი მიერთმია. მათე დიდი მოწიწებით შევიდა ტაძარში და მადლობა გადაუხადა წმიდანს. მადლობა წმინდა გიორგი, რომ დამეხმარე. აი ნამცხვარიც მოგიტანე. სწორედ ამ დროს ტაძარს ორი ვაჭარი უახლოვდებოდა. ისინი საკმაოდ კმაყოფილნი ჩანდნენ, რადგან იმ დღეს კარგად ივაჭრეს. ეკლესიას რომ ჩაუარეს, შეჩერდნენ და შესვლა გადაწყვიტეს. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, იქნებ შევიდეთ. მართალ ვწარებ, შევიდეთ. როგორ დაზიანებულა ეს ტაძარი? ნამცხვარი კი, რომელიც მათემ ეკლესიაში დატოვა, ჯერ კიდევ ცხელი იყო. როცა ვაჭრები შევიდნენ, დაინახეს თუ არა გაოცდნენ. წმინდანს არ ჭირდება, მოდი ჩვენ მივირთვათ. გადატეხეს ნამცხვარი და გემრიელადაც მიირთვეს. რა გემრიელი არა? შემდეგ საკმეველი თებშზე დაყარეს და გასასვლელად მიტრიალდნენ. მაგრამ აი სასწაული. გასასვლელი კარი გაქრა. ეს რა დაგვემართა? გაოცებულებმა წმიდა გიორგის მიმართ ლოცვა დაიწყეს. წმინდა გიორგი, გამოგვიჩინე გასასვლელი, რათა მშვიდობით გავიდეთ. მონეტის შეწირვაც გადაწყვიტეს. მაგრამ ამითაც არ ეშველათ. მაშინ მიხვდნენ, რომ შესოდეს. მუხლებზე დაიმხნენ და გულმხურვალედ შეევედრნენ წმინდანს, რომ ღმერთს ეპატიებინა მათთვის. წმინდანმა შეისმინა მათი ვედრება, რადგან შეინანეს და უცებ გასასვლელიც გამოუჩინა. ვაჭრებს ძლიერ გაუხარდათ და მადლობდნენ წმინდანს. მადლობა წმინდა გიორგი, რომ შეისმინე ჩვენი ლოცვა და გასასვლელიც გამოგვიჩინე. და იმ დღის მთელი მონაგების ეკლესიისათვის შეწირვა გადაწყვიტეს. ვაჭრებმა ამ სასწაულის შესახებ მრავალ ადამიანს უამბეს. ხალხი მოდიოდა ამ ტაძარში სალოცავად და შესაწირავსაც ტოვებდა. ამ შემოწირულობებით კი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა
ტაძარი შეაკეთეს და გაამშვენიერეს.